იმიტომ რომ ეს შერიგება მოხდა სამოქალაქო ომის მერე მართლა მოხდა ჩვენთან და დღეს იმის მაგივრად რომ ეს ჯანსაღი პროცესი წაახალისოს ბევრი შენი კოლეგა სხვა შორის სახელების ძახილით არის დაკავებული ერთმანეთს. შენ ის ახარ, შენ ზვიადისტი ხარ, შენ იმისტი ხარ, ეს არ არის კარგი. ეგეთივე იყო გვარდია, ეგეთივე იყო მილიონი სხვა თეთრი არწივი და ეს ენთუზიასტების ის იყო. მერე ნაწილი რა თქმა უნდა იქიდან ნაწილი შეგზავნილი იყო და დისკრედიტაციაზე მუშაობდა. რაღაცებს აკეთებდა, ნაწილი ომობდა. ხო, მაგრამ ნაწილი ცუდ რაღაცებსაც ალბათ აკეთებდა და ღმერთმა უწყის კიდე უფორმო ადამიანი იარაღიანი აპრიორი არის დამნაშავე, იმიტომ რომ თუ იმას არა განმასხვავებელი ნიშანი ის ნებისმიერ შარაგზის ყაჩაღს შეუძლია დაიბრალოს რომ მე ისა ვარ და მე ამ ყველას ერთად უტყდება სახელი. ესეც მოხდა მე მახსოვს აფხაზეთის ომის მერე სხვა შორის ბატონ ჯაბას უთხარი ესეთი რაღაც, რომელიც უნივერსიტეტიდან თეატრალურიდანაც ვიცნობდი და როგორც გითხარით, მამა ჩემის მეგობარიც იყო და ძალიან კაი მწერალია, მაგას არ იცნობს საზოგადოება კიდე და დღესაც წინა აქტ კიდე აღმოაჩენენ მაგის ლიმონათის ქვეყანასაც, აღმოაჩენენ მაგის მესამე განზომილებასაც და ეს არ იყო მარტივი კაცი.